შოტლანდიაში 5 ადამიანი დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად, რომელიც თეთრკანიანმა მამაკაცმა განახორციელა იმ მზარდი ისლამოფობიური რიტორიკის გამო, რომელსაც ყველა ჩვენ განივაწყდებით. და სანამ იტყვით, რა იცით, რომ ეს არაფერ შუაშია ისლამოფობიასთან ან მუსლიმებთან, მოდით ვნახოთ, რას ამბობდა თავდამსხმელი დანით დამფრთხმელი დაკავებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. ეს დედამოწმული ხალხი აქ იცავს ქვეყანას ამ დედამოწმული მუსლიმი ნაბიჯურებისგან, რომლებიც აუპატიურებენ ჩვენს ახალგაზრდა ქალიშვილებს, ჩვენს ბავშვებს, საკმარისია, მეტი აღარ შეიძლება. უკვე ხელს შეამომივიდა. ვინც აქცენტს ვერ მიხდით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიცავ ქვეყანას ამ დედამოწმული მუსლიმი ნაბიჯურებისგან, რომლებიც აუპატიურებენ ჩვენს ახალგაზრდა ქალიშვილებს, ჩვენს ბავშვებს. საკმარისია, მეტი აღარ შეიძლება. უკვე ყელში ამომივიდა, გასაგებია? ფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რა მოტივი ქონდა მას ამ დანით თავდასხმის უკან. და მინდა ამაზე ვისაუბრო, რადგან როგორც უკვე იცით, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ იმ სიგიჟეების განხილვას, რაც დიდ ბრიტანეთში ხდება, განსაკუთრებით ახლა, როცა მიმდინარეობს ეს გრუმინგ ბანდების გამოძიება. თუ ჯერ არ გსმენიათ, ალბათ ყველაზე დიდ სკანდალზე მთელ პოლიტიკურ ისტორიაში და ჩემი აზრით იმაზე ბევრად უფრო მასიურზე, ვიდრე ეპსტინის საქმეებთან დაკავშირებული ამბებია. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 250,000 ახალგაზრდა გოგონაზე, ძირითადად თეთრკანიანებზე დიდ ბრიტანეთში, რომლებიც სისტემატურად ექვემდებარებოდნენ როგორც გრუმინგს, ასევე ბანდურ სექსუალურ ძალადობას. და მთავრობებმა ეს დამალეს, სამედიცინო სისტემებმა, როგორიცაა NHS-ი დამალეს, ადგილობრივმა საბჭოებმაც დამალეს. და რა თქმა უნდა, მუსლიმურმა საზოგადოებამ ამაზე ხმაური არ ატეხა, რადგან უკვე საკმაოდ აშკარაა, რომ ასეთ რამეს ვერ დაფარავ თუ სისტემა არ ცდილობს ყველას ჩუმად და მშვიდად ყავდეს, რადგან ეშინოდათ ასეთი ტიპის თავდასხმის. მათ ეშინოდათ რასიზმის, რომელიც ასეთი შეშლილი ამბის გამჟღავნებას მოჰყვებოდა. ეხლა როცა ეს ამბავი გახმაურდა, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა, რომელიც ისედაც ძალიან გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი მრავალი სხვადასხვა მოვლენის გამო, თითქმის ადუღების წერტილს მიუახლოვდა.